მადლობთ. მოგესალმებით ყველას. სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე მოხსენების გამოტანას ცოტა ნაჩქარევად მივიჩნევ, რამდენადაც არ არის დასრულებული გარკვეული ანალიზები. მაგრამ რამ ინტერესიდან გამომდინარე, იყო ასეთი შეკითხვა, რა გააკეთე გერმანიაში მივლინებისას და რა შედეგები გვაქვს ამ ეტაპზე. საჭიროდ ჩავთვალე, რომ თქვენთვისაც მომეწოდებინა გარკვეული ინფორმაცია. ძირითადად საუბარი იქნება მტკვარ-არაქსის კულტურის ძეგლებზე, კლასიკურ ძეგლებზე და იდეა, საიდანაც წამოვიდა ჩემი კვლევისა ეს მონაკვეთი, ეხება თავისთავად კერამიკას, მის ტექნოლოგიური თავისებურებების გარკვევას, შედარებას რეგიონებთან, არსებობს თუ არა მათ შორის რამე საერთო სახასიათო ნიშან-თვისებები და განმასხვავებელი ფაქტორები აი ამ კონკრეტული თემის მეტნაკლებად გაშლას. ეს არ არის, ვთქვათ, რაღაც პირველი კვლევა. ჯერ კიდევ 2012 წელს გერმანიის რურის უნივერსიტეტის სამთო მინერალოგიურ ლაბორატორიაში ჩატარებული იქნა ერთი ეტაპი. მაშინ საყდრისის ძეძვების პარალელურად საანალიზედ წაღებული ჰქონდა გუდაბერტყას მასალა. რამდენადაც ვთვლიდით, რომ შეიძლება უფრო აი ამ შორეულმა რეგიონმა დაგვანახოს მოცილებულმა ძეგლმა დაგვანახოს თიხებს შორის სხვაობა და საკმაოდ საინტერესო შედეგები მივიღეთ. ამ მასალის ჩემამდე მოღწევისთვის უღრმეს მადლობას ვუხდი ბატონ გოგი მინდიაშვილს. პირველი შედეგები რაც გქონდა იყო ის, რომ გუდაბერტყა აბსოლუტურად ცალკე მდგომი ძეგლი გახლავთ, ხოლო რაც შეეხება საყდრისისა და ძეძვების თიხების კვლევის შედეგად, საყდრისში გამოიკვეთა ერთი ჯგუფი, ეს პატარა ექსკურსი ძველი კვლევიდან, სადაც აბსოლუტური თანხვედრა იყო ერთ კონკრეტულ ჯგუფსა და მეორე ჯგუფი, რომლის წარმომავლობა ჩვენთვის უცხო გახლდათ. გამომდინარე აქედან, საყდრისი მოგეხსენებათ აღარ არსებობს, მაგრამ ძეგლი იყო და არც თუ პატარა მნიშვნელობის ძეგლი, მაგრამ არსებობს ძეძვების სადგომი ნამოსახლარი და ეს ძეძვების სადგომი ნამოსახლარი რამდენიმე უბნისაგან შედგება, იცით თქვენ ამის თაობაზე და ამ უბნებს შორისაც არის თვისობრივი სხვაობა. არის უბნები, სადაც კონკრეტულად მხოლოდ სახელოსნოები ასახეზე, არის უბნები, სადაც უფრო ვთქვათ რიტუალურ ასპექტებს ვხედავთ და არის ერთი ძეძვები 4, რომელიც ესეთი ინტენსიური, საკმაოდ ძლავრი კულტურული ობიექტი გახლავთ, სადაც მოყოლებული ხალხოლითიდან რკინის ხანის ჩათვლით ფენები გვაქვს სახეზე. გამომდინარე აქედან ჩვენ ვცადეთ, რომ გარკვეულ მშრეებს შორის აგვეღო მასალა, შეგვერჩია მასალა ფერების მიხედვითაც, ანუ რახანც ჩვენი კვლევა მინერალოგიური და ტექნოლოგიურია, ვცადეთ აი ეს ფერები მხოლოდ და მხოლოდ თიხების მინერალოგიური შედეგი გახლავთ გამოწვის შემდეგ, თუ ვთქვათ რაღაც ტექნოლოგიურ სახეობასთანაც ინდივიდუალურ რაღაც მიდგომასთანაც გვაქვს საქმე და თუ კი რამე, ვთქვათ, მტკვარ-არაქსის ტონალობა ჩვენთვის მისაღებიდან ცნობილი იყო, აი ამის მიხედვითაც და პლუს კეცის მიხედვითაც შევარჩიეთ მასალა.
შესაძლებელი ძეგლები იყო მდინარე მაშავერას ხეობა, აბულმულგი, ასევე ერთ-ერთი სამთო რეგიონი, ძეძვები 2, სწორედ ეს არის სახელოსნო უბანი, ძეძვები 4, საყდრისის სამთო ობიექტი, ეს მაშავერას ხეობიდან, ჯავახეთი ეს ამაღლება ბარალეთით სათხე, ქვემო ქართლიდან დიდუბე, გაჩიანი, ილმაზლო, კოდა, კიკეთი, სამშვილდე და მცხეთა-მთიანეთიდან ახალი ჟინვალი არნისი, იგივე აბანოსხევი და ხიმშიან მიწები, ანუ მადლობელი ვარ ყველასი, გოგონების ნინოს, ორივე ნინოსი, ბატონი გიორგი გოგოჭურის, რაც შეეხება ჯავახეთის ტერიტორიაზე, ეს არის ზედაპირულად აკრეფილი დაზვერვებისას მასალა, ხოლო მცხეთა-მთიანეთის ახალი ჟინვალის და აბანოსხევის მასალა ჯერ კიდე დამუშავების პროცესშია და გამომდინარე აქედან ამ მეოთხე კომპონენტზე საუბრისაგან დღეს თავს შევიკავებთ. ვიმეორებ, ორიენტირი იყო ძეძვების სადგომი ნამოსახლარი და საყდრისის სამთო გამონამუშევრების კერამიკა. ეხლა, როდესაც ამ თემას შევეხე, ანუ პეტროგრაფიულ და მინერალოგიურ კვლევას, თავისთავად გარკვეული ლიტერატურა მოვიძიე, თუ კი რამე ხელმისაწვდომი იყო ჩემთვის, მაგრამ პარალელურად გავიარე გარკვეული კონსულტაციები, თუნდაც ანდრიასთან, რომელმაც დამაკვალიანა და მითხრა, რომ პეტროგრაფიაც და მინერალოგიაც საკმაოდ ბევრი მიმართულების მქონე კვლევა და გამომდინარე აქედან უკაცრავად მოგიწევს რამდენიმე ასპექტზე მუშაობა და ძირითადი ორი ასპექტი გამოიკვეთა. ერთი, როდესაც უნდა იკვლიო კეცი, ჩვენ ყოველთვის არქეოლოგები ვამახვილებთ ხოლმე ყურადღებას, როგორია კეცი, თქვათ, გვაქვს ერთფენიანი, ორფენიანი, სამფენიანი, ვამბობთ, რომ ეს არის რაღაც გამოწვის თავისებურება და ასე შემდეგ, მაგრამ თურმე ამას კონკრეტული მეცნიერები სხეულს უწოდებენ თვითონ კერამიკის და ეს განსაზღვრავს კეცი, ჭურჭლის ხარისხს, დანიშნულებას, დამზადების ტექნიკას. რა იყო ჩვენი მიზანი, ანუ ტექნოლოგიის განსაზღვრა თავისთავად, განსაზღვრა იმის ეს ჭურჭელი კონკრეტულად როგორ და რისთვის არის შექმნილი, ის არის განკუთვნილი, ვთქვათ, თერმული შოკისთვის, ანუ ეს ტერმინია და მასზე მოიხსენიებენ სამზარეულო კერამიკას, ეს არის განკუთვნილი საყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის, ანუ მას სათავსო კონკრეტული ფუნქცია აქვს თუ არა, პლუს ამას გვჭირდება გავარკვიოთ როგორია გამოწვის ტექნოლოგია, სწორედ ეს კეცის ერთ-ერთი ფაქტორი გახლავთ, რომელიც გულისხმობს ჟანგვის თუ აღდგენის, ანუ გამოწვის პროცესში გამოყენებული იყო თუ არა რამე, რომელიც ამცირებდა წვის ტემპერატურას, ამას ვეძახით ჩვენ თურმე ჟანგვის პროცესს და აღდგენის, ანუ სადაც ჰაერი თავისუფლად მოძრაობს. ამის ტიპური ნიმუშია მტკვარ-არაქსული კერამიკა შავი ზედაპირით და შიდაპირი, რომელსაც აქვს წითელი, იქ სადაც ჟანგვა შემცირებულია, ტონალობა იცვლება, მაგრამ აქაც თურმე დასაჭერი ყოფილა გარკვეული მომენტი, როდის უნდა შევწყვიტოთ წვა. თუ ვთქვათ, წვის ხანგრძლივობა იმაზე მეტია, რაც დასაშვები, ამ შემთხვევაში ვიღებთ არა შავ ზედაპირს, არამედ ვიღებთ ნაცრისფერს, ხოლო ის წითელი ზედაპირი ჰაერის ცირკულაციაა ცეცხლთან მიმართებაში. ესეც ერთ-ერთი საინტერესო ფაქტორი გახლავთ, იმიტომ რომ თუ კი ვინმეს და თქვენ არ გაქვთ პატარა პრაქტიკა, ბევრს იქეთ ვეკითხები ჭკუას, თუ კი ვინმეს შეხება ქონია მტკვარ-არაქსის კერამიკასთან, მისი ცნობა ზედაპირით ძალიან ადვილია, მას აქვს რაღაცა გარკვეული ხშირად არათანაბარი წვის შედეგად დატოვებული ლაქები, ბზარები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და დანიშნულება, ანუ ისევ და ისევ ვიმეორებ, ეს არის თერმული შოკისთვის არის თუ არა განკუთვნილი ეს კერამიკა. მეორე საკითხი, რომელიც ამ კვლევისას აუცილებლად გასათვალისწინებელი გახლავთ, ეს არის ტექნოლოგიური ჯგუფი. ტექნოლოგიური ჯგუფი პირველ რიგში გულისხმობს თიხის შემადგენლობაში ორგანულ და არაორგანულ მინარევებს, ანუ საუბარია რაზე? თიხის გამოსავლების ქიმიური შემადგენლობა მხოლოდ წარმოდგენილი კერამიკაში, თუ საუბარია ხელოვნური
ბეტონურ დანამატებზე. თავისთავად წებოვანობა ნიშნავს მის ბუნებას, მაგრამ ბუნების გარდა საჭიროა კერამიკის დასამზადებლად გარკვეული ტექნოლოგიური ცვლილება, რათა ეს წებოვანობა უფრო და უფრო შემჭიდროვდეს, გაუძლოს იგივე ცეცხლზე მოქმედებას და საამისოდ ვიცით სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა დროს გამოყენებული იყო ორგანული თუ არაორგანული დანამატები, იქნება ეს გროგი, ანუ წყობრიდან გამოსული დაფხვილი კერამიკა, იქნება ეს ოფსიდიანი, როგორც ასევე დაფხვილი სახით, ორგანული მცენარეული ნამჯა და არ ვიცი დანარჩენი მინარევები. საუბარი იმაზე თუ როგორ ხვდებით, ყველა მათგანი პეტროგრაფიული კვლევისას სახასიათო კვალს აჩვენებს, ფორების მიხედვით ხდება დადგენა და გარდა ამისა, მინერალოგიური კვლევა გვეუბნება, რომ აი ეს კონკრეტული შემთხვევა დანამატის გარეშე შეუძლებელია იყოს თიხის შემადგენლობაში. და აი ეს იდეა და ეს მიმართულება კიდევ ერთი საინტერესოა იმ მხრივ, რომ თქვათ გარკვეული ლოკალური ჯგუფების მოძებნაც არის შესაძლებელი. ტექნოლოგია გულისხმობს აგრეთვე თუ რა წესით არის დამზადებული ჭურჭელი. აქაც როგორც აღმოჩნდა არსებობს ორი ძირითადი მიმართულება, ერთი არის ფურცლოვანი და მეორე არის ლენტური, რაც ნიშნავს რას გულისხმობს ერთი თქვათ კერამიკის აშენებისას გამოყენებული თხელი გუნდები, უბრალოდ დაბრტყელებული მასა, რომლითაც შენდება კერამიკა ან ლენტური, როდესაც აღებულია რაღაცა საკმაოდ მოზრდილი ფორმის ლენტი და ხდება მისი ამოშენება. მაგრამ ეს რაღაც ერთი ეტაპია მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ რომ ფორმირებისათვის ჭურჭელს სჭირდება ის, რომ თიხა არ გამოშრეს, სანამ საბოლოო სახეს მიიღებს და კედელი დაიჭიროს კედელი. მეორე ვარიანტია, შიგნიდანაც უნდა ამოილესოს, გამომდინარე იქედან, რომ ფოროვანობა იყოს მჭიდრო და ვთქვათ, მან ან წყალი არ გაატაროს სამომავლოდ, ან ვთქვათ, მასში შესაძლებელი გახდეს გარკვეული პროდუქციის მომზადება. კარგით, ეს არის მოკლე ექსკურსი, რაზედაც ძირითადი სამუშაო იქნა გაწეული, მაგრამ ამას მოყვა მთელი ლაბორატორიული კვლევა. ამისთვის ბოხუმის სამთო არქეოლოგიურმა მუზეუმმა და რურის უნივერსიტეტმა გაგვიწია დიდი დახმარება, შემოგთავაზა მათი ლაბორატორია, რომელიც ერთ-ერთი წამყვანია გერმანიის სამეცნიერო კვლევებში და როგორი რა მეთოდები იყო გამოყენებული კვლევის სხვადასხვა ეტაპზე. გამოყენებულ მეთოდებში არის პოლარიზებული მიკროსკოპია, რომელიც გვაძლევს საშუალებას დავინახოთ კერამიკის შიდა სტრუქტურა, მინერალები, ორგანული დანამატები, რენტგენული დიფრაქტომეტრია, კონკრეტულად რა მინერალები ამ შემთხვევაში ამაზეა საუბარი და რენტგენოფლუორესცენციული კვლევა, პროცენტული რაოდენობა, რა გვხდება ნედლეულის წარმომავლობის თაობაზეა აქ ძირითადად აქცენტები გამახვილებული. სიმართლე გითხრათ, 2012 წელს, როდესაც პირველი კვლევა ჩატარდა, მაშინ მე ამდენი არ მიშრომია და ძალიან ადვილი მეგონა რაღაც გარკვეულ ეტაპზე ეს შრომა, მაგრამ ჩემი შემოდგომა ზამთრის ვიზიტისას აღმოჩნდა, რომ უნდა გამევლო გარკვეული ტრენინგი და ამისთვისაც დიდი მადლობა, მიმეღო უშუალოდ მონაწილეობა გარკვეულ სამუშაოებში და არა მზამზარეულ შედეგებზე მე მსჯელა და ეს გახლავთ ეტაპები, როგორ ხდება ზოგადად ამ პროცესებისთვის, ამ ზემოთ ჩამოთვლილი პროცესებისათვის მასალის მომზადება. პირველ ფოტოზე ხედავთ სივრცეს, სადაც ხდება კერამიკის გარკვეული ნატეხის, მე მინდა აქცენტი გავაკეთო იმაზე, რომ ნებისმიერი, რაც თქვათ, ჩემს ხელში ნებისმიერი კერამიკა, რამაც ჩემს ხელში გაიარა, ფრაგმენტი, რამაც ჩემს ხელში გაიარა, არ წარმოადგენს არტეფაქტს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საანალიზედ ვარგისი ფრაგმენტები. ხდება მათი პირველადი დაქუცმაცება. ეს მეორე ფოტოზე ხედავთ ჭურჭელს, 5 კილოა.
მენდე საკმაოდ ძიმე და შრომატევადი საქმეა, რომელიც გარედან თუჯის არის და შიგნით მარმარილოს სივრცეა, სპეციალური ბურთულით ან კონუსით, იყრება კერამიკა, ხდება მისი პირველადი დაფნა, შემდეგ გადადის ეს ცენტრიფუგაში, რომელიც წმინდა პუდრად აქცევს და ბოლო უკვე სადაც სწორედ პარამეტრების დადგენა ხდება და აქ ყურადღება ექცევა მთელ რიგ პროცესებს. ეს არის აპარატი, კონუსური ფორმის გარკვეულ დანადგარში თავსდება 2 მმ-ის დოზის მხოლოდ და მხოლოდ ფხვნილი და იწყება მისი კვლევა, გაბნევის საწინააღმდეგო სლიტების დადგენა, დივერგენციის სლიტები, ანუ ცვლადი, როგორ ჩადის ის შრეებში, როგორია დიაპაზონი, როგორია სიჩქარე თვითონ აი ამ კვლევის. და შემდეგი პროცედურა ეს პარალელურად რაც მიდის გარდა იმის ვთქვათ, აი კიდევ და კიდევ ვიმეორებ, ერთი არის მინერალოგიური კვლევა, პეტროგრაფიული კვლევა, ვთქვათ და ქიმიური შემადგენლობის და ეს იყოფა მასალა სხვადასხვა სამუშაოებისათვის. შლიფების მომზადების პროცესს ვესწრებოდი, თვითონ ჩემი ხელით შლიფი არ დამიმზადებია, ამას გარკვეული ცოდნა სჭირდება და მე ამდენი სითავხედე ნამდვილად არ მაქვს და ამაში გვეხმარებოდნენ თვითონ ლაბორატორიის მეცნიერები. შემდეგ ეს შლიფი, ეს არის ფენა ანათალები, რომელიც გარკვეული წესითა და გარკვეული ტექნოლოგიით ერთმანეთზე მაგრდება. შემდეგ გადადის უკვე სპეციალურ აპარატურაში, რომელიც ერთმანეთთან არის მჭიდროდ დაკავშირებული. ეს გახლავთ თვითონ აპარატი, რომელიც ჰერმეტულ კამერას წარმოადგენს, დაცულია ყველანაირი მტვრის და გარკვეული გარეგანის ზემოქმედებისაგან, რომელიც თვითონვე იღებს საანალიზე მასალას და გადააქვს შემდეგ კამერაში. სჭირდება გარკვეული დრო, 9 საათიდან 1 საათამდე და შემდეგ ავტომატურად აი ამ ცენტრს, სადაც დარდება მისი ქიმიური შემადგენლობები და თვისებები. ერთი წუთით ამას გავდიშო. შემდეგი რა ხელსაწყოების მიხედვით და მეშვეობით იქნა ჩატარებული კვლევა. ეს არის CS-ის პოლარიზებული მიკროსკოპი, ციფრული კამერით და პროგრამული უზრუნველყოფით, რაზედაც ვსაუბრობდით. მიზანი გახლავთ თხელანათალების მეშვეობით მატრიცის ცვალებადობის დადგენა, ანუ შლიფების მიხედვით. შედეგი ორგანული მინერალებისათვის დამახასიათებელი ფოროვანი სიცარიელების დადასტურება. შემდეგ კერამიკის ნატეხები აღმოჩნდა, რომ შეიცავს 3 ძირითად დანამატს, გროქს, ლითიურ ფრაგმენტებს, ქვის ნატეხებს და ორგანულ დანამატს და გამოწვის პროცესში ძირითადად სწორედ აი ეს ჟანგვის მომენტია, ანუ ხელოვნურად ტემპერატურის შემცირებაზეა საუბარი და ჟანგბადი მიეწოდება წვისას შეზღუდული. საბოლოო ჯამში ამ კვლევებმა მოგვცა გარკვეული დიაგრამები, პლუს ამას ამ ხრივაც მომიწია გარკვეული ცოდნის მიღება, ან რაღაცა გარკვეული უნარების გახსენება და პირველი დიაგრამა, რაც არის, ეს არის ტერნარული დიაგრამა, რაც გულისხმობს 3 ძირითადი კომპონენტის, ეს არის სილიციუმის, ალუმინის და კალიუმის ოქსიდების ურთიერთმიმართება. წყვეტილი ხაზით ნაჩვენებია სწორედ ის გადაკვეთები, სადაც ამა თუ იმ სახის თიხები შეიძლება წარმოიქმნას და შედეგად მივიღეთ, რომ ბარალეთი, გაჩიანი, დიდუბე, კიკეთი, კოდა, საყდრისი და სამშვილდე მდიდარია სილიციუმით, ზომიერად შეიცავს ალუმინს. ზოგადად ალუმინი ეს არის თიხა. არქეოლოგიაში ამ დიაგრამის მნიშვნელობა თიხის კარიერის და სხვადასხვა ძეგლებზე აღმოჩენილი კერამიკის წარმომავლობის დადგენაა. შედეგი გახლავთ თიხის ქიმიური შემადგენლობა და მსგავსება. მეორე, ეს არის წარმოების საერთო ტრადიციის არსებობა. მეორე დიაგრამა, ბინარული დიაგრამა, ეს არის ტუტე-მიწა ლითონების კომპონენტები. თქვენ ხედავთ მარცხენა მხარეს თავმოყრილ ძირითად ჯგუფებს, ფერების მიხედვით დატანილია ძეგლები და ხედავთ აბსოლუტურად განზე მდგარ ერთ მარჯვენა
ნაპირში, ყვითლად შეფერილ რგოლს, ეს გახლავთ არც მეტი და არც ნაკლები ძეძვები 2, რომელშიც სრულად განსხვავებული სურათი შეგვრჩა ხელში, ეს არის კარბონატული დანამატი ზოგადად, რომელიც გულისხმობს თიხის გამჭლევების პროცესში კირქვის ან სხვა კარბონატული ქარნის შეყვანას ხელოვნურად და აქ არის პროცენტული რაოდენობა დათვლილი 2-დან 7%-მდე, ხოლო მაგნიუმის 1.5-დან 3%-მდე. ძეძვების შემთხვევაში იმდენად მაღალია ეს დოზა, რომ საუბარია აქ ხელოვნურად თიხის გამჭლევების პროცესში კირქვის დამატებაზე. მატრიცის მიხედვით საშუალო კალციუმის ჯგუფშია ქვაცხელა და სამშვილდე, ეგრეთ წოდებული სტანდარტული თიხოვანი ჯგუფია დიდუბე, გაჩიანი კოდა და ბარალეთი და სათხესა და ბარალეთის შემთხვევაში მაგნიუმი მერყეობს, ხვედრითი წილი მერყეობს 1-დან 3.5%-მდე. რაში გვჭირდება ახლა ჩვენ აი ეს ამდენი ვთქვათ ქიმიის შემოტანა? ლაპარაკია იმაზე, რომ თანამედროვე კვლევა, ვთქვათ, ინტერდისციპლინარული კვლევების გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენ სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა სახის კვლევა ვატარეთ, თუნდაც ბატონი ქეთი და მეთანხმება, რომ ჩვენ გვქონდა ნატეხები, რომლის ცვეთა არაბუნებრივი იყო და ვფიქრობდით, რომ ეს არ იყო მხოლოდ და მხოლოდ გორვის შედეგი საყდრიში და შედეგად მივიღეთ ის, რომ ეს ნატეხები გამოყენებული იყო გარკვეული ინვენტარის, ხის ინვენტარის ჩამოსაფხეკად, რაც ასევე ძალიან საინტერესო გახლდათ. შემდეგი დიაგრამა, ეს არის ქრომისა და ნიკელის ურთიერთმიმართება, რაც ამ შემთხვევაში ჩვენთვის როგორც არქეოლოგებისათვის საინტერესოა თიხის ეს არის ბუნებრივი თიხა თუ სხვადასხვა წყაროდან მიღებული მასალაა მასში არეული. შემდეგი არის ქრომი და ნიკელი ერთსა და იმავე მინერალებში თუ ამოქცეული, ეს უკვე მისი სტანდარტული თიხის ვარიანტია. როგორც აღვნიშნეთ, აქაც გამოიკვეთა, რომ ძეძვები 2 შემთხვევაში ბევრია კირქვა, დიდუბე გაჩიანის შემთხვევაში ეს ორი ჯგუფი ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას თვითონ ნედლეულის ხასიათით და ქვემო ქართლისა და ჯავახეთის თიხებში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ვთქვათ, საერთო სახასიათო გეოლოგია, აქედან ამოვედით, რახანც ეს მაინც ვულკანურ გეოლოგიასთან გვაქვს საქმე, ეს მინერალები, ვთქვათ, ქრომი და ნიკელი არ არის გასაკვირი თიხაში ასეთი რაოდენობით რო გვხვდება. მეხუთე დიაგრამა, ეს არის ორმაგი დიაგრამის ერთ-ერთი ფორმა, სადაც ნიკელის, ქრომის თანაფარდობა ალუმინის ოქსიდთან, დაბალია ნიკელის და ქრომის, ალუმინის ოქსიდის მაჩვენებლის მქონე აღმოჩენები კი მიუთითებს მატრიცის კარბონატებით განზავებაზე. ანუ კიდევ და კიდევ ვიმეორებ, ეს არის გამჭლევება, ანუ შესაბამისი გარკვეული პროდუქციისათვის უკვე მიზანმიმართული გააზრებული ცოდნა, თუ როგორ უნდა დამზადდეს კერამიკა ამა თუ იმ კონკრეტული საქმისთვის. და ისევ აქ რაც ჩვენთვის ამ ეტაპზე ძალიან საინტერესოა, ეს არის აბულმულგისა და ძეძვები 2-ის და გავმეორდები, ძეძვები 2 არის სახელოსნო უბანი, კერამიკის, აი ეს მსგავსება, გამომდინარე იქედან, რომ აქ გაჩნდა 2 კითხვა. რა შეიძლება იყოს ეს არის ერთი და იგივე თიხა, თუ ეს არის ერთი და იგივე ნიადაგში, ერთი და იგივე მადნურ ნიადაგში ხანგრძლივად მოხვედრილი შემდეგ ზემოქმედების შედეგი. ყოველ შემთხვევაში, ასე თუ ისე, ჩვენ მაინც აი ამ კვლევების შედეგად ვიხრებით სავარაუდოდ ერთი და იგივე თიხებისაგან, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ობიექტი ერთმანეთისგან დაცილებულია, მაგრამ ალბათ თუ ჩავთვლით, რომ ძეძვებში შრომობს საყდრისის ხელოსანი, პროფესიონალი, უკვე სამთოელი, სავარაუდოდ აბულმულგის სამთოელიც იღებს ამ პროცესებში მონაწილეობას. რა გვაფიქრებინებს ამას? პირველ რიგში გვაფიქრებინებს, შეიძლება თამამი ვარაუდია და ნაჩქარევი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს მე თქვენს წინაშე ბევრად უფრო მეტი ვარაუდი
ვარაუდი და კითხვა მაქვს გამოტანილი, ვიდრე ვთქვათ, კონკრეტული გადაწყვეტილი პასუხი, მაგრამ ეს ისევ და ისევ მხოლოდ და მხოლოდ კვლევის ამ ეტაპის ბრალია. გვაფიქრებინებს ის, რომ კერამიკა ზედაპირზე ვთქვათ, ყოფნის შემთხვევაში გარკვეულწილად იღებს ფორმას და დანალექები კიდე სხვა ფორმის არის, იქ სხვა კომპონენტებიც ერთვება, შეიძლება იყოს ეს მცენარეული, შეიძლება იყოს ეს ობი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამ შემთხვევაში საუბარია კონკრეტულად მხოლოდ და მხოლოდ მინერალოგიაზე, რომელიც ერთ-ერთი თუ არა 99.99%-ით ემთხვევა ძეძვები ორის და აბულმუგის კერამიკის ფრაგმენტების თიხის შემადგენლობა. მეექვსე დიაგრამა, ეს არის მანგანუმის თანაფარდობა მაგნიუმთან, აუცილებელი კომპონენტი, ამოქსიდების თანაფარდობა იძლევა გარკვეულწილად პასუხს რა არის, აი თქვენ იცით რომ გეოლოგიაში არსებობს თითის ანაბეჭდის ცნება და სწორედ თიხაში აი ამ ორი ოქსიდის ურთიერთმიმართება წარმოადგენს თურმე რაღაც გარკვეულ თითის ანაბეჭდს, რომელიც პირდაპირ გვეუბნება წარმომავლობაზე კონკრეტულად აი ამ თიხის გამოსავლების. შედეგად გვაქვს რომ მანგანუმით ღარიბია სამხრეთი, ქვაცხელა ბარალეთი თეთრი წყარო, ერთი ჯგუფია და განსხვავებულ ოჯახს წარმოადგენს. შემდეგ ძეძვების თიხების შემთხვევაში არაერთგვაროვნება ან განსხვავებული თიხის კარიერების არსებობა დასაშვებია. სხვადასხვა არქეოლოგიური ობიექტი და მოხვედრილი მასალა ასევე დასაშვებია. კიდევ სავარაუდოდ აქ უკვე ტექნოლოგიურ ექსპერიმენტებზე შეიძლება ვისაუბროთ, იმიტომ რომ ბევრად უფრო მდიდარია შემადგენლობა, ვიდრე ვთქვათ წინა ჩამონათვალს შორის. რაც შეეხება დიდუბეს და გაჩიანს, აქ სტაბილური კონკრეტული თიხებია და ძირითადად გამჭლევებისას თუ არ ჩავთვლით ორგანიკას არ გვაქვს სხვა დანამატი. სამშვილდეში გამოიკვეთა ორი ჯგუფი, ასევე და აქაც განსხვავებული ნედლეულია სავარაუდო. ეს შემდეგი კალციუმის ოქსიდი ბარიუმის წინააღმდეგ, რას გვაძლევს? ეს ბინარული დიაგრამა, აქაც კირქვით მდიდარ ჯგუფებზეა საუბარი, ანუ ლაპარაკია კირქვის ხელოვნურად დამატებაზე, ანუ გამდიდრებაზე, საყდრისის, ილმაზლოს, გაჩიანის და დიდუბეს ეგზემპლარებში ბარიუმი აქ 0.05%-ია, ანუ საუბარია თიხების გეოქიმიის ერთ წარმომავლობაზე, აბულმულგი ბარიუმის მაღალი მაჩვენებლებით უახლოვდება ძეძვებს, ესეც კიდევ ერთი კონტაქტი და ქვაცხელა ეს თურმე გარდამავალი ტიპების თიხას წარმოადგენს. მერვე ეს არის მაგნიუმის ოქსიდი ბარიუმის წინააღმდეგ და აქაც ძეძვები 2-ის და ძეძვები 4-ის ერთნაირი გეოლოგიური ფონი, ანუ მაგნიუმი და განსხვავებული მინერალი, ანუ ბარიუმი, მერყეობა გვაფიქრებინებს ტექნოლოგიურ თავისებურებაზე, რაც შეეხება ქვაცხელას, ბარალეთს, თეთრი წყაროს, ეს განსხვავებული გეოლოგია სახეზე, ხოლო ისევ და ისევ კოდა, საყდრისი, გაჩიანი, ილმაზლო, საყდრისის ამ ჯგუფში მოხვედრა ცოტა უცხოა, მაგრამ აქ საუბარია ადგილობრივი წარმოშობის ბირთვზე, თიხებზე, სახასიათოს ქვემო ქართლისათვის. მეცხრე დიაგრამა, ეს არის ალუმინის ოქსიდის თანაფარდობა მთელ რიგ მინერალებთან, ეს არის ვთქვათ ფოსფატური მინერალები და ასე შემდეგ და აქ ბატონო გიორგი თქვენთვის საინტერესო იქნება გაჩიანის ერთ-ერთ ეგზემპლარში ძალიან მაღალი ფოსფორის რაოდენობა დაფიქსირდა, რამაც გააჩინა გარკვეული ვარაუდი, რომ აქ გამჭლევებისას გამოყენებული ან დამწვარი, საგანგებოდ დამწვარი ძვალი, ან ნაცარი, ხოლო ესეც ერთ-ერთი ტექნოლოგიური თვისება, ძეძვებისა და ბარალეთის შემთხვევაში ალუმინია დაბალი და გაზავებულია თიხა ზოგადად. დანარჩენი სტანდარტი, თქვენ ხედავთ მარჯვენა დაბლა კუთხეში თავმოყრილ აი ამ ჯგუფს 90% თუ მეტი სტანდარტული სუფთა თიხა გახლავთ. შემდეგი გახლავთ ბინარული დიაგრამა სპილენძის და თუთიის მიმართებაში.
სიმართლე გითხრათ, კი, რა თქმა უნდა, ჩვენ აქცენტი გქონდა იმაზე, რომ ძეძვები ორის უბანი ეს სახელოსნო უბანია, მაგრამ კონკრეტულად თქვა ტიგელი როგორც ასეთი სადნობი ჭურჭელი წაღებული არ გქონდა წავიღეთ საანალიზეთ ფრაგმენტი რომელსაც დაწიდების კვალი ეტყობოდა მაგრამ ეს აშკარად იყო გარკვეული თქვათ საყოფა მივიჩნიეთ რომ შეიძლება ყოფილიყო რაღაცა სამზარეულოს ჭურჭლის ფრაგმენტი იმიტომ რომ მოცულობით უფრო დიდ გაშლას აკეთებდა და როგორც ფორმების აღდგენისას ან ვთქვათ ნახაზის გაკეთებისას ვიყენებთ აი ამ გარკვეულ მას საზომ რაღაც გარკვეულ საზომ საშუალებებს რომელიც გვაძლევს წარმოდგენას თუ რა ზომის უნდა იყოს ჭურჭელი გაუნდინარე აქედან არც გვიფიქრია რომ შეიძლება ტიგელი ყოფილიყო ან მასში დაგვეფიქსირებინა ლითონის კვალი და აი ერთ-ერთი ჭურჭელი მისი უпроსორად ფრაგმენტი მისი ორიგინალი ნომერი გახლავთ 15142/11 ნიშნავს იმას რომ ეს მე-11-ია აი ამ საერთო ჯგუფიდან გამოყოფილი სადაც აღმოჩნდა სწორედ აი ეს შედეგი რომ საწარმოო იარაღი სავარაუდოდ ტიგელის კუთვნილი უნდა ყოფილიყო, რადგანაც დაფიქსირდა მასში სპილენძის კვალი. რაც შეეხება კოდას, ხასიათდება თუთიის ანომალიით, მინარევი ხელოვნურია. და გარკვეულ სახელოსნო საქმიანობასთან უნდა გქონდეს საქმე, ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში, მარცხენა კუთხეში ხედავთ თავმოყრელ აი ამ ჯგუფს, ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში სახეზეა მხოლოდ და მხოლოდ საყოფაცხოვრებო სახის ჭურჭელი. ბევრს არ შეგაწყენთ, მალე გავალ ფინალში. ეს არის მე-11 დიაგრამა ბინარული, სადაც ტყვის თანაფარდობა ვანადიუმთან, პიგმენტარული დაფარვა და აღმოჩენის გარემოა ამ შემთხვევაში აქცენტირებული, რამდენად არის დაბინძურებული ესა თუ ის ფრაგმენტი ამაზე ვსაუბრობთ და როგორია მაჩვენებლები მომატებულია კლება თუ რა სთან გვაქვს საქმე. აქაც ვცადეთ რომ დაგვეკონკრეტებინა, ვთქვათ, რამდენადაც გამოიყო 5 განსხვავებული განზემდგომი ჯგუფი, ხოლო ძირითადი ჯგუფი საყდრის სამშვილდე, აბულმულგი, ეს გამონაკლის ჯგუფშია, სადაც ტყვის შემცველობა 0.015-დან 0.05%-მდეა, რაც ზედაპირის გაპრიალებაზე მეტყველებს თურმე. ამ შემთხვევაში გაჩნდა კითხვა, ეს არის მხოლოდ გაპრიალების შედეგი თუ იყო მოხატული, თუ თქვათ ეს ჯგუფი იმყოფებოდა მადნებით მდიდარ რაღაც გარემოში გარკვეული დროის განმავლობაში. ესეც კვლევის შემდგომი ეტაპი უნდა იყოს. რაც შეეხება დიდუბეს გაჩიანს კოდას, ადგილობრივი წარმოშობის ნიმუშებად მივიჩნიეთ, ძეძვები კირქვადანამატიანი თიხებია და ესეც მათი სპეციფიკაა. მეტალურგიული პროცესები დაფიქსირდა პლუს ამას, გაჩიანში ფოსფორის იჭარბე გამოიყო, საყდრისში სამშვილდეში ტყვის მაღალი შემცველობაა, ანუ ამ პიგმენტებით ან მადნებით გამდიდრებულ კერამიკასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება აი ამ თქვენს წინაშე წარმოდგენილ სქემას, აქ არის ძირითად ელემენტებზე საუბარი, თუ რა პროცესები გაიარა და აქ ხელმარცხნივ არის მითითებული მათი ორიგინალი ნომრები, მერე ლაბორატორიის ნომრები, წარმომავლობა საიდან მოდის და შემდეგ უკვე ჩაშლილად რომელი ელემენტი რა სიჭარბით და რა დოზით გვხვდება. გარდა მთავარი ელემენტებისა, მიკროელემენტებიც არის ჩვენთვის ერთ-ერთი საინტერესო. ეს მიკროელემენტებს ისევე როგორც თქვათ, ერთ შემთხვევაში სხეული ერქვა, ჭურჭლის თითის ანაბეჭდი ერქვა, ამ შემთხვევაში
შემთხვევაში სახეზეა ელემენტების კვალი, რომელიც განსაზღვრავს ძირითადად თურმე ამ თიხების წარმომავლობას მის რაოდენობაზეა დამოკიდებული ეს მასალაში ხელოვნურია თუ შემდეგ უკვე დანამატი ბუნებრივ თიხას მიეკუთვნება. გარდა იმისა, რომ ვთქვათ, ჩვენ ამ ქიმიაზე გვქონდა საუბარი, შერჩეული გვაქვს აქ მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარია წარმოდგენილი, ასევე დამუშავების პროცესშია ეს კერამიკაც. როდესაც ტექნოლოგიაზე ვლაპარაკობდით, გვქონდა საუბარი, შეგახსენებთ ამ ხაზს, რომ შიდა პირზე ხშირად ჩნდება რაღაც ისეთი ანაბეჭდები, რომელიც ბუნებრივი არ არის, ხელოვნურია, რაღაც ხაზოვანი. ნუ ჩვენ ვამბობდით ხოლმე, რომ ალბათ სავარაუდოდ რბილი მცენარეული კონაა გამოსმული იმისთვის, რომ ერთგვაროვანი გახდეს თიხა და ეს ანაბეჭდებიც სახეზე გახლავთ. ამ შემთხვევაში ვიმეორებ კიდევ ერთი სადღაც 10-15 ეგზემპლარია დამუშავების პროცესში და აი ეს ლენტური წესით დამუშავებაზე ვსაუბრობთ, როდესაც ასეთი ანაბეჭდები გვაქვს სახეზე და კიდევ ერთი მინიშნება მსგავსი რამ ახასიათებს მხოლოდ დიდი ზომის ჭურჭლებს. როდესაც დიდი ზომის ჭურჭლებზე ფრაგმენტის მიხედვით ვსაუბრობთ, ქალბატონ თამართან ერთად, როდესაც ვაკეთებდით ხოლმე სამუშაო პროცესში რაღაც გარკვეულ შეჯერებას, იქ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ კეცის სისქე, ძირითადად კეცის სისქე, როდესაც ცდება 1 სანტიმეტრსა და 4-5 მეათედს, აი ამ შემთხვევაში ეს სისქე თან საუბარია კედლის შუაგულზე, სადაც ყველაზე თხელია ფაქტიურად თუ არ ვცდები, თხელია ფაქტიურად ჭურჭელი, აი ეს სისქეც კი განაპირობებს კედლის კონსტრუქციის ფართობს და ამ შემთხვევაში პირველი 25276 ფრაგმენტის შემთხვევაში სახეზეა როგორც შიდა ანაბეჭდი, ასევე ჯერ კიდევ სველ თიხაზე დატოვებული ნახრეტი, რისთვის ვერ გეტყვით, სანიაოს ვეძახით ჩვენ ამას რამდენად რომელი სახეობის ჭურჭლის კუთვნილია ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მხოლოდ ამ ფრაგმენტზე მაქვს მე ამ წუთას საუბარი და შემდეგი როდესაც გვაქვს კერამიკაზე დატოვებული ტექსტილის ანაბეჭდი. ტექსტილის ანაბეჭდის გარდა ჩვენ გვაქვს ფრაგმენტები, რომელსაც თითის ანაბეჭდებიც კი ეტყობა, ადამიანის თითის ანაბეჭდებიც ეტყობა და ამასაც ეტაპობრივად სხვა დროს გაჩვენებთ, როდესაც მზად იქნება ფოტოები. თამრიკოს როცა ვკითხე, რა სახის ქსოვაზეა საუბარი, თამარმა მითხრა, რომ ეს მარტივი ქსოვის წესია და ჩემთვის ეს აბსოლუტურად მისაღებია მისი დასკვნა, რისთვის გამოიყენება ტექსტილი. ნუ ვამბობთ ფორმირებისათვის, მაგრამ რა სახის ფორმირებისთვის, რა ეტაპზე გამოიყენება ტექსტილი. თუ ჩვენ დღევანდელ უნარ-ჩვევებს მეტნაკლებად რაღაცას პარალელს მოუძებნით, აი მაგალითად იგივე ქანდაკებაში და თიხის ჭურჭლის დამზადებისას დღესაც კი სპეციალისტები იყენებენ სველ ნაჭერს, რათა ვთქვათ კედლის ფორმირების პროცესში, რაც გამზადებულია, იმას დაეფაროს და მიეცეს ფორმა, რომ არ გამოშრეს და შემდგომი პროცესებისთვის გამზადდეს დანარჩენი მონაკვეთი. რა გითხრათ? ყოველ შემთხვევაში ნებისმიერ თქვენს წინადადებას მივიღებ ახალი ვარაუდის თუ შემდეგი კვლევისათვის სასიამოვნო იქნება. აქ არის ჩამონათვალი საანალიზე ეგზემპლარების, რომელთა პირველადი მონაცემებით სახეზეა და რამდენი ჯგუფი იყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიდი მადლობა ნინო ქობალიას, დიდი მადლობა ნინო ჩხარტის, ყველას, გიორგის, ბატონ გოგის, ვინც კი ოდესმე რაღაცა პატარა ფრაგმენტი გამატანა საანალიზეთ და აქ არის დიდუბედან წარმოდგენილი, სათხე, თეთრი წყარო, გაჩიანი, რაოდენობა
რაოდენობა მითითებულია და მასალა რომელიც ჩაბარებულია საანალიზედ ეს არის ახალი ჟინვარი და აბანოსხევი და ძალიან დიდი ინტერესით ველოდებით როდის დაიწყება კვლევა იმიტომ რომ აქ ამ შემთხვევაში არის პატარა რაღაცა პრობლემები როგორც ჩვენგან ასევე მათგან იქ რიგია და ჩვენ რაღაცები გვაქვს დასაზუსტებელი მაგრამ ეს არის ორმოებიდან წაღებული ვთქვათ მარცვლოვანი რაღაც გარკვეული ფრაგმენტები რომელიც დათარიღებისთვისაც გამოგვადგება და ამ შემთხვევაში თუ კერამიკის და რაღაც თარიღების თანხვედრაც იქნება ჩვენთან ეს ძალიან საინტერესო იქნება და თიხის ინჯები გარდა იმისა რომ ვთქვათ ჩვენ რაღაც გარკვეული მზა პროდუქციის ფრაგმენტები წავიღეთ ვცადეთ და ამასაც ველოდებით რიგს ამიტომ ვთქვი რომ მთვლიდი რომ ცოტა ადრე იყო თქვენს წინაშე სამსჯავროზე ამ მოხსენების გამოტანა მაგრამ რახანც ინტერესი არსებობდა ვცადე ბოლნისის შემოგარენის თიხის გამოსავლებებიდან სხვადასხვა შრეებიდან ავიღეთ კი ბატონო იყოს გამოსავლები ანუ კარიერი დავარქვათ როგორც გნებავთ მისაღებია ანუ ლაპარაკია იმაზე რომ სხვადასხვა შრეებზე ბატონო გოგი ავიღეთ თიხის გარკვეული სინჯები და ეს გამოსავლები კარიერი იყო თვითონ ადგილობრივების მხრიდან ნაჩვენები და გითხრეს რომ დღემდეც კი როდესაც თიხა გვჭირდება ფაქტიურად რაც გვახსოვს ჩვენი აქ ყოფნა აი ამ კარიერით ვსარგებლობთ. ასევე მოვიძიეთ მდინარე მაშავერას ხეობაში სხვა მსგავსი ობიექტი, წავიღეთ სადღაც 18 კილო იყო რაც ზურგით ვათრიე, ჩავიტანეთ ლაბორატორიაში და შემდეგი ეტაპი გახლავთ, ბოძებნილია შესაფერისი ლაბორატორია, ვიცი ქურა სადაც უნდა გამოვწვა შემდეგში უკვე ეს ფრაგმენტები და რატომ ეს პროცესი. მოგეხსენებათ რომ თიხა გარკვეულ ტემპერატურაზე, წვის ტემპერატურაზე კარგავს გარკვეულ მინერალებს, გარკვეულ ტემპერატურაზე ხდება მისი გარდაქმნაც კი და თუ ეს კარიერიდან უკვე ახალი მზა პროდუქცია და ამ კვლევამ მოგცა ჩვენ ტემპერატურის გრადაციის სქემა 750 გრადუსიდან 950 გრადუსი არის მაქსიმუმი და ეს იქნება ჩვენთვისაც მომავალში საორიენტირე რომ სწორედ აი ამ ტემპერატურულ ჩარჩოში გამოვწვათ უკვე ის თიხა, რომელსაც გავამზადებთ მომდევნო ანალიზებისათვის. ნუ, რა თქმა უნდა, კურიოზების გარეშე ჩვენთვის ეს კვლევაც არ დამთავრებულა, იყო რაღაცა პატარა ხარვეზებიც, ეს გახლავთ ჩემი კოლეგა ანა მარია, რომელიც ნებისმიერი ჩვენთაგანის დამხმარეა გერმანიაში ყოფნისას და ერთ-ერთ მსგავს პროცედურას ადევნებთ თვალს. როდესაც კომპიუტერმა გაჭედა და ვერანაირად ვერ გაუგეთ რაში იყო საქმე რაღაც გარკვეულ ეტაპამდე. მერე გამოსავალი მოიძებნა მთავარია ანალიზების დამუშავების პროცესისთვის ხელი არ შეუშლია. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, მადლობა ყველას, ვინც გამიწიეთ კიდევ ერთხელ როგორც ინტელექტუალური დახმარება, იქნებოდა ეს ლიტერატურის მოწოდება იქნებოდა ეს რჩევა, თუ რაზე უნდა გამემახვილებინა ყურადღება, იქნებოდა ეს თქვათ თქვენი დასკვნები, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და კერამიკა ბევრნაირი კვლევის ალტერნატივას გვთავაზობს. ჩვენ შემთხვევაში მე თქვენ გაჩვენეთ ეს ძეძვები 2-8 უბნიდან იყო ფრაგმენტი, რომელსაც შიდაპირზე ეტყობოდა ანატკეცებიც კი და ასეთივე ანატკეცებიანი კერამიკის კვლევა ჩავატარეთ თავის დროზე, ქალბატონი ელისო დაგვეხმარა ამაში, ქალბატონი ნანა რუსიშვილიც, რომლებმაც განსაზღვრეს, რომ ეს იყო კილიანი მარცვალი, ქერი, კილში ჩამჯდარი და თვითონ ეს გამჭლევების პროცესში გამოყენებული გახლდათ მსგავსი დანამატი. უღრმესი მადლობა ყურადღებისათვის, თუ არ დაგღალეთ, კარგია და მზად ვარ ნებისმიერი კითხვისთვის თუ შენიშვნისთვის. მადლობთ. საინტერესო მოხსენება მოგისმენთ და ვინც ეთქობა კერამიკაზე მუშაობს
რუცინა თავმოყრა გასაგები ეს გასათვალისწინებელია საერთოდ მარტო პარალელს არახება სხვა პერიოდებში ეს პარალელს კულტურის შესწავლაში მე ვიტყოდება ეს არის ახალი სიტყვა Έτοιμα να πάσα κοίτρευε έτομα τα μόιτερα. Δεν είναι რაღაც παράλληλο საკითხებზე δεν მუშაობს ხარბატონი. ბატონი ანდრია. კი, ბატონი ანდრია იყო ჩემი პირველი დამკვალიანებელი. ან მოძალეთ ან თქვით. ეს შეიძლება მქონდა აი ვახსენე ფოსფორის დიდარი სინდრომი ეს მაინც შეიძლება სულით გამწვევას უკავშირდეს ეგ უნდა აჩვენოს სპექტროგრაფია თავად შლიფში უნდა გამოსდეს აცრის ატმოსფეროს კვალიტორი ისე მაღალი ფოსფორი შეიძლება უკავშირდებოდეს ადამიანის აქტივობას დაკევს მაგალითად კონცენტრაციას იმატებს ამ ეს ფოსფორი აი საფრთხილო მე იყო ელემენტები რომ მე მაგალითად პრაქტიკაში ამბობდი გაგონილი და კარგია რომ ასე უხვათან გამოყენებული სხვადასხვა ელემენტები დიდი მადლობა ანდრია იყო ჩემი ტრენერი რაღაც გარკვეულ ეტაპზე, როდესაც ვიკითხე, რომ აი მივდივარ ვაკეთებ ამას, რაზე უნდა გავამახვილო ყურადღება და პირველი ინფორმაცია უკვე აი ამ მუშა პროცესის დამკვალიანებელი იყო სწორედ ჩემთვის ანდრია. კიდევ ერთი შენიშვნა, რამდენჯერმე მქონდა მცდელობა თვითონ ამ შლიფების კეთებისას ჩამეხედა თქვენთან, როდესაც მუშაობდით მიკროსკოპში და როდესაც გერმანიაში მითხრეს, რომ შლიფებს შენ ხომ არ გააკეთებო მივხვდი რომ ეს ჩემი კომპეტენცია არ არის და გამომდინარე იქედან რამდენადაც წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა დავინახო იმ მიკროსკოპში მივხედავად რამდენიმე არის მეცადინეობისა და როდესაც თან იმ მიკროსკოპში ჩავიხედე და ულამაზესი ფერები რაღაც ძალიან ლამაზი წაგრძელებული თუ ბრგვალი თუ ეს იყო ჩემთვის ხოლმე მხატვრული სანახაობა და არა ვთქვათ სამეცნიერო დასკვნა მივხვდი რომ აი ეს სწორედ უნდა აკეთოს იმან ვინც ეს იცის კონკრეტულად რაც შეეხება ანდრია თქვენს მიერ ნათქვამს ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია. მე ამ შემთხვევაში მზამომხმარებელი ვარ და მათი ვარაუდი იყო ეს ფოსფორი, სწორედ აი ამ თხალი ანათალების შლიფების შედეგად მოცემული დასკვნა, რომ ეს უნდა იყოს ან ნაცარი გამჭლებებისას გამოყენებული, ან უნდა იყოს შეგნებულად დაფქვილი ძვალი. მე ვიყიდე ის რაც მომყიდეს ამ შემთხვევაში. გასაგებია. აბა კითხვები თუ არის კიდე ისმენ მინერალებზე ისაუბრეთ, აი არაორგანული მინერალები რაურევია. არაორგანულ მინერალებზე მართალია ნაკლებად გავამახვილეთ ყურადღება, უბრალოდ ვთქვით ის, რომ ფორები, რომელიც რჩება გამოწვის შემდეგ, არის სწორედ ის მიმანიშნებელი, რა იყო გამოყენებული ცომის გამჭლებებისას და აქ არის საუბარი იმაზე, რომ მცენარეული წვის შედეგად, ანუ როდესაც ხურდება ფაქტია ეს თიხა, როდესაც იწვება, ხდება შიგნით იმ ორგანული მინერალების დაწვაც და ის თავისებურ კვალს ტოვებს. მცენარეული კვალი გამოყენების თიხის გამჭლებებისას სახეზეა, მაგრამ კონკრეტულად რა მინერალებზეა და რა ორგანულ დანამატზეა საუბარი, ამ შემთხვევაში ეს კვლევა არ არის ჩატარებული. გურამ, ერთადერთი კიდევ ვიმეორებ, რაც ჩვენ ვიცით და გვაქვს სახეზე, ეს არის საყდრისის ერთი ფრაგმენტი, სადაც მარცვალი კილში ჩამჯდარი იყო დაფიქსირებული. დანარჩენი თუ ამას ფინანსური საშუალებაც შეგვიწყობს ხელს და ამ თანხებს იხდის პროექტი, ჩვენი ერთობლივი ქართულ-გერმანული პროექტი და არც თუ ისე იაფისი ამოვნება. ნახოთ, იდეის დონეზე არის ამაზეც საუბარი. ნახოთ რა იქნება სამომავლო. აშენებისაც ვიხმარეთ სიტყვა ლენტური და ეს ტერმინი მეც მაინტერესებდა რაღაცა
ხელოვნური მგონია და აი ეთნოგრაფიულ სინამდვილეში რაიმე სხვა ტერმინი ხო არ არსებობს, აი წაგრძელებული კლასის აღნიშნელი. ვერ გეტყვით გურამ, ნამდვილად არ ვარ საქმის კურსში, ეთნოგრაფიაში, ეთნოლოგიაში ამას აქვს თუ არა რამე სხვა ტერმინი, მე მოგაწოდეთ ის კონკრეტული ტერმინი, რასაც ტექნოლოგები იყენებენ, ლენტური, ანუ ხდება სხვასაც აღნიშნეს კი ბატონო, ნამდვილად. ეს არის თიხის გარკვეული მასა, რომელსაც ასეთი გორგალის ფორმა აქვს, მაგრამ ლენტისებური, რომელიც ეხვევა ჭურჭლის ფორმის მისაღებად და შემდეგში ხდება მისი ამოშენება, როგორც ზედაპირის, ვთქვათ, ბევრად უკეთესად დამუშავება იქნება ეს ქვით, იქნება ძვლით გაპრიალება და ასე შემდეგ და შიგნიდან ერთგვაროვანი კედლის ამოყვანა, ვთქვათ, სხვა დამხმარე საშუალებებით. ამას ეძახიან ლენტურს, როდესაც დიდი მოზრდილი მასაა რაღაცა თიხის აღებული, არ ვიცი რა დავარქვა როგორ, დამეხმარეთ, შეიძლება ანდრია უფრო იყოს ამაში საქმის კურსში. შეიძლება რაღაცა ტერმინი იყოს სხვა. კარგი. გურამ, ნამდვილად ვერ მივაღწიე მე ჯერ ვთქვათ შროშამდე და იქ სადაც ეს თიხის ჭურჭელი მზადდება, მაგრამ მენდეთ გარკვეულ ეტაპზე ვიყავი დეკორატორებთან, ჩვენთან აქვე თბილისში და ვესწრებოდი ვთქვათ აი ამ რაღაც მათ სამუშაო პროცესს, დაწყებული თიხის მომზადებიდან, დამთავრებული ვთქვათ უკვე პროდუქციის შექმნამდე. თიხის მომზადება ეს არის თვეების საქმე, ჯერ წყალში უნდა გაღვივდეს, მერე უნდა დაიწრიტოს, მერე უნდა მოიცომოს, მერე უნდა გამდიდრდეს და ასე შემდეგ და იქაც მე რამდენადაც მქონდა მათთან შეხება, მეუბნებოდი რომ ვიყენებთ ან თხელ ფირფიტებს, ასე რომლითაც ვაშენებთ და ეს კონკრეტულად მცირე ზომის პროდუქციისთვის გვაქვს კალიბერზე არ არის ლაპარაკი. მე ვამხატვარ დეკორატორებზე, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობენ თიხაზე, ამ ხელით მართალია ჩარხზე, მაგრამ და არა ვთქვათ ყალიბებით და მეორე, როდესაც ხდება ამოშენება და ყველას გვაქვს ნანახი, თუნდაც თონე როგორ კეთდება აი ამ კერამიკოსების მხრიდან. და ამას არ ვიცი. თვითონ სოფლად თქვათ იგივე იმერეთში, იგივე სადაც არის ეს ტექნოლოგიური პროცესები, რას ეძახიან? ვერ გეტყვით, მოვიკითხა. მადლობა. ტექნოლოგიაში არის ეს აღწერილიც არის, სურათებიც არის, დადებული როგორ კეთდება ეს. ხო, მზადების პროცესი ვიცი, ოღონდ ხო. მოვიკითხავ კი ბატონო. არის აი მაგალითად თოქჩიშვილის ეს არის გამოსული და იქ არის ყველა კომპონენტები თიხის ვისაც ცალკე არის გამოფენილი, ყველა კომპონენტი გასახსნელი. ცალკე გამოფენილი შეგვიძლია ნახოთ ელექტრონული ვერსია დევს იმ წიგნის შეგვიძლია ნახოთ. თუ არ გახსოვთ რას ეძახიან პროცესი? ამაზე ისა როგორ კეთდება ეს კერამიკა არის დიდი რაოდენობა წიგნები. ჩვენ სწორედ სიახლე ის არის რომ ეს ქიმიური ანალიზების და ისინი მაშინ აკეთდებოდა და არც ომის საშუალება. გაკეთებული ყავდა ფორმობრივად და ნიმეთი რა ქვია ეს ტექნოლოგია თვითონ არის ხო რამდენიმე ნაირ ტექნოლოგია რა თქმა უნდა ინდუსტრიალით და ეს ლენტურს რო ეძახიან თუ რაღაცა ეგ არის აღწერილი ეთნოგრაფებს ეძახდნენ ადრე და ახლა ეთნოლოგებს ვეძახით არის აღწერილი და მე მგონი ტერმინოლოგიაზე თქო ლაპარაკობს ჭავახიშვილსაც აქვს სპეციალური ტერმინი არ მახსოვს რომელ ტომშია ზუსტად, მაგრამ ნახეთ იმას აქვს. სწორედ აი ამ ტერმინებზე თიხის მისტერიაში. ბატონო? ალბათ მეხუთე ტომში იქნება, ხო? კარგი, ოგი რაღაცის გვაგინდა შენ მაგისმენ. ძალიან საინტერესო მოხსენება და აქტუალურია. მოიქმნა ძალიან პასუხი. მე მაინტერესებს თქვით რომ მე ახალ გაგიმახვილებია თუ პროცესება რომ ფერის მიხედვით, ზედაპირის მიხედვით შევარჩიეთ. აი ამან რაიმე კორელაცია იმასთან შემადგენლობასთან ერთად, რეალიტეტთან ერთად მოგცა თუ არ მოგცა. ესე
მეორე კიდევ იმისთვის რომ ეს ყველაფერი დავინახოთ კარგად, ხომ არ აჯობებდა რომ ეს ცხრილი რომ მქონდათ Excel-ში. იქ დაამატოთ გრაფა, რომელშიც იქნება ეს ფერების მაჩვენებელი, აი ამ ნიმუშების ფერების მაჩვენებელი, რომ ჩვენ შეგვეძლოს ამისი ცხადად დანახვა. შეიძლება გაქვთ კიდევ შემიძლია მოვძებნო გაჩვენოთ ეხლა. ეგრეა განსაზღვრული კოლორომეტრით არის განსაზღვრული თუ თქვენ თვალის. იცით რა? არსებობს სპეციალური კოლორომეტრი, რომელიც ფერის ვებს ადგენს. და არის იქ რაღაცა სხვადასხვა გარდამავალ ფერებზე ლაპარაკი, აი გოგინას და ლაპარაკი. კი, რა თქმა უნდა. თქვენ ეს გამოიტანეთ თუ სხვა რა? კიდევ მახსოვს იქით. თქვენ ბრძანეთ რომ კირქვას იყენებენ როგორც დანახავს. კირქვა მე რამდენადაც კერამიკოსებთან მქონია ამას სამსაკითხი საუბარი, ძალიან სახიფათო ელემენტი არის ამ მინარევებში, იმიტომ რომ აფეთქებს ჭურჭელს, ჩაულებთ, ოდესაც ეს კირქვა ურევიაში გამოსვლის შემდეგ წყალი მოხდება თუ არა, ის ანგრევს ჭურჭელს. აი რანაირად ხდება ამ კირის გამოყენება, თუ ეს ასე ხდებოდა თქვენ გაჩიანთან დააკავშირეთ, მგონი არა გაჩიანი და დიდული. იქაც რაღაცა, მაგრამ ძვალია რა ბატონმა ამთან. არა, საბადო შეიძლება ერთი იყოს მარცხენა ნაპირი არის და იქ და არის. იორა არაგვის შუა მინარეთია. ფოსფორი შენერად დაახსნა ბატონმა ამრამ, იქ ნამუშავრე და ნაკელის შერევით ხდება ამის მიღება, ჩვეულებრივ ბუდაპეშტაზეც არის ასეთი შემთხვევა და აი რაც შეეხება კირს, მაინტერესებს რანაირად გადარჩა ეს თუ კირია გამოყენებული, ის იგრევა. მე გაჩიანში რომ რამდენადაც მახსოვს, სულ აფეთქებული არის ის განაცემა. ზედაპირზე სულ თეთრი წინსკლები ამოხეთქილი არის სულ და მესმის. ის ფაქტიურად გამოყენებისათვის არცაა დამზადებული. ისმენ. ვეცდები მივყვეთ ან მიმდევრულად. კარგით, რახანს თქვენ ბატონო გოგი ცოტა შორიდან დავიწყებ. რახანს საუბარი იყო იმაზე, რა პრინციპით შეირჩა კერამიკა და ფერები როგორ განსაზღვრეთ, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გემოვნების საკითხი თუ რაღაცა გარკვეული სტანდარტით სარგებლობდით. მინდა გითხრათ, რომ ამაზე ძალიან დიდხანს, როდესაც დავიწყეთ ზოგადად საყდრისა და ძეძვებში მუშაობა და როგორც კი შეიქმნა ჩვენი მონაცემთა ბაზა, ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის აქ მყოფი, თუნდაც გოგი, გიორგი, მე ვთქვათ, ირა ბევრი და პლუს ამას შრომობდით და გქონდა პლუს ამას გარკვეული კატალოგი, რომლის მიხედვითაც აი ეს ფერები სტანდარტული არქეოლოგიაში მიღებული ფერების შედარების საშუალება გქონდა. ამიტომ როცა შევქმნით ეს მონაცემთა ბაზა და ვთქვათ, მტკვარ-არაქსზე როდესაც ვსაუბრობთ, იქ გქონდა მტკვარ-არაქსი, ვთქვათ, მოწითალო მოყავისფროც, ვთქვათ, გქონდა შავიც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს არ იყო, ვთქვათ, მხოლოდ და მხოლოდ პირადი ამბიციური რაღაცა შერჩევის შედეგი. ანუ ეს ჩვენს მიერ უკვე მიღებული ტონალობებიდან გამომდინარე. რაც შეეხება ბატონო გოგი თქვენს კითხვას, ანუ ფერები წვის შედეგად იცვლება თუ არ იცვლება რამე, ხო, ამაზე გქონდა საუბარი. მანამდე, სანამ მე ამ ეტაპამდე მივიდოდი, გარკვეულ ლიტერატურას რო გავეცანი, იქ მქონდა ასეთი ინფორმაცია, რომ თიხის 4 ძირითადი ჯგუფიდან, რომელიც გამოიყენება ზოგადად აი ამ ჩვენ საყოფაცხოვრებო თუ სხვა საქმიანობაში, ფერი, აი ეს თიხის შემადგენლობაში გარკვეული ოქსიდების სიჭარბე განაპირობებდა გამოწვის შემდეგ ამ კერამიკული პროდუქციის ფერს. თუ ვთქვათ, რკინის მეტობა იყო, შეიძლება და წვის შედეგად ეს ყოფილიყო მოწითალო ტონალობის, თუ ვთქვათ, მაგნიუმის მანგანუმის, ამ შემთხვევაში მიეღო მას რუხი ან შავი ფერი. ეს არის ის სამეცნიერო შეხედულება, რაც არსებობს ამ წვასთან დაკავშირებით. მაგრამ
თქვენს მიერ კონკრეტულად, აი თქვა ჩვენს მასალაზე თუ გვაქვს რამე წვის ხო, კანონზომიერება შემადგენლობა შორის. კი ბატონო, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ აი ეს რუხი მონაცრისფრო ტონალობა შეიძლება წვის შედეგად აი ამ ჟანგვის პროცესის გახანგრძლივებამ გამოიწვიოს. კი არ გაამოქოს, უფრო სიშავისკენ კი არ წაიყვანოს თიხის ზედაპირი, არამედ უფრო ჩააქროს და უფრო ნაცრისფერისკენ წაიყვანოს. თუ ვთქვათ, სუნთლიანად ღია წითელია, ამ შემთხვევაში ჰაერის აბსოლუტურ ცირკულაციასთან გვაქვს საქმე, არა მარტო ვთქვათ შიგნით პირის, არამედ გარე პირისაც. ასეთი დასკვნები მოგვაწოდეს ამ ჯერზე ჩვენმა კოლეგებმა, რომ წვის მაქსიმალური ტემპერატურა დადგენილია, ეს არის 950 გრადუსი, მინიმალური ტემპერატურა დადგენილია, ეს არის 750 გრადუსი, მათ შორის მერყეობა და ფერების განსხვავებულობა ნაწილობრივ დამოკიდებულია მის ქიმიურ და მინერალოგიურ შემადგენლობაზე, ნაწილობრივ დამოკიდებულია ეს წვის ტექნოლოგიის სახასიათო თვისებებზე და ამიტომ ფიქრობენ, რომ ეს არის ცალკე ჯგუფი, ცალკე ოჯახი ზოგადად და მეორე და პლუს ამას გასათვალისწინებელია, თუ მე სწორად გავიგე ყველაფერი და არ ვცდები, გასათვალისწინებელია კერამიკის გაპრიალების ხარისხიც. ანგობა, შემდეგ პრიალი, რა დროს არის ეს გაპრიალებული, გამოწვის შემდეგ თუ გამოწვამდე, როგორ მოქმედებს ეს ფერზე, ამაზეც არის გარკვეული კითხვები, რომელთა პასუხებს უკვე იანისგან ცოტა მოგვიანებით ველოდები. მადლობა თქვენ. კითხვა გოგი მეორე კირთან დაკავშირებით სიმართლე რო გითხრათ, ბატონო გოგი, ჩემთვისაც ეს იყო ცოტა კი, ვამბობთ, რომ განატეხში შეიმჩნევა კირქვის და ამის დანამატები, ეს თვალითაც. მაგრამ თუ ასეთი ოდენობა და ასეთი ინტენსივობა იყო გამოყენებული გასამჭლევებლად, ეს ჩემთვისაც ცოტა უცხო გახლდათ. მაგრამ ლაბორატორია მეუბნება და მე არ მაქვს უფლება არ დავეთანხმო, რომ ეს ასეა და გამოყენებულია როგორ მოქმედებს. რისთვის არის წვის მიხედვით მაღალი ტემპერატურა ამითითებული და თერმული შოკისთვის ვარგისი უნდა იყოს? აი, სიმართლე გითხრათ, მეც ბევრი კითხვა მაქვს. კი ბატონო. და კიდევ ერთი გიორგი თუ შეიძლება ერთს დავამატებ. და კიდევ ერთი რამ, რაზედაც ძალიან ესე ხაზგასმულად მეუბნებიან, შეიძლება ეს იყოს გროგის შედეგი, ანუ მეორადად უკვე დაფქვილი წყობრიდან გამოსული კერამიკის შეტანა სავარაუდოდ. არ ვიცი გოგი, რა გითხრათ. ჩამქრალი სავარაუდოდ, ხო, მაგას ვამბობ, იმიტომ რომ ძალიან დიდია გროგის ხვედრითი წილი. არა, ეს საუბარია იმაზე, როდესაც კერამიკა საყოფაცხოვრებოდ ვარგისი აღარ არის, ის გამოდის მდგომარეობიდან, მას ისევე ფხვნიან და ისევე აქცევენ გასამჭლევებელ ნედლეულად, როგორც თქვაც, ხო. ეს გასამჭლეველი ნედლეულობის ხშირად ყველა იმაშია, რა ქვია, იმისათვის, რომ თიხამ მიიღოს ჩვენთვის სასურველი ფორმა, მან გაუძლოს თერმულ შოკს, მას ჭირდება აუცილებლად გარკვეული დანამატები. იქნება ეს ორგანული თუ იქნება არაორგანული. იმიტომ რომ ის შრებას, კდება, როგორც ვამბობთ, წყობრიდან გამოდის, ფორმას ვერ იჭერს და ასე შემდეგ ტემპერატურის ცვალებადობა ამაზეც მოქმედებს. ვცდები ანდრია? გოგი, არა, დაახლოებით 600 გრადუსის ზემოთ ფართოვდება 5 ჯერ მოსულობაში და ამ ეს იქნება ზუსტად აბსოლუტურმასზე. და როგორ იქნება ეს დროგი შემთხვევა? სა მეორე ვარიანტი არის, რომ აი განსხვავებული ფორმით არ უწევს გასაგებობას და აი ეს ამის გადავაბრძო და მე გეტყვით, რომ ეს მაინც
ისეთი ძალიან ინფორმაციული მოხსენება იყო და ძნელია ჩვენ ახლა ყველაფერს თვალის მივედევნებინა, რომ კითხვები უფრო მეტი იქნებოდა ალბათ. ტექსტური სახით როცა იქნება, მაშინ უფრო მეტი კითხვები შეიძლება გაგვიჩნდეს. ეხლა რა მინდა კითხოთ თქვენ, აქ მხოლოდ რაც ნიმუშები წაიღეთ, მტკვარ-არაქსული კერამიკა. აი აბულმულგიდან რაღაცა აბულმულგია ერთადერთი გამონაკლისი, ის ბევრად ადრეული ხალკოლითი გახლავთ კი ბატონო. უბრალოდ აბულმულგი წავიღეთ სწორედ ამიტომ. ერთი სამთო არქეოლოგიური ობიექტი, მეორე სამთო არქეოლოგიური ობიექტი, აი ამ იმიდან და კერამიკაც ხო. თქვენ რაც წარმოადგენთ თლიან იმას მოიცავს მტკვარ-არაქსის კულტურის განვითარების ყველა ეტაპს. აი რაიმე თქვენ დალაგებული არ ქონდათ ისე ქრონოლოგია, ტრადიციული ქრონოლოგიას გულისხმობდა გვაქვს კიდევაც ჩვენ რადიოკარბონიც, ხო, მთელი რიგი ძეგლებიდან. აი ეს თუ რამეს იძლევა დაუშვათ მე-4000 წლების მეორე ნახევრიდან და ჩამოდიხართ სადაც 23.000 წლების შუახანებამდე, ხო? აი ეს იძლევა რამეს აი ამ 10 საუკუნის განმავლობაში ну თუ რამე ტექნოლოგიაში არ არის ცვლილებები გამოწვის თვალსაზრისით. აი ეს გვაძლევს რამეს ისეთ ინფორმაციას თუ არა? კითხვა რა თქმა უნდა. რა თუ დაემატება იმ ცხრილს? დავამატებთ აუცილებლად, იმიტომ რომ მიზანი სწორედ ეს არის, რომ ტექნოლოგიურად, ანუ ერთ-ერთი ჩემი სამუშაო თავი გახლავთ კერამიკის ტექნოლოგიური მხარე. ქრონოლოგიასთან მიმართება, რა თქმა უნდა. მესმის, იცით რაშია საქმე? აი, როდესაც რაღაცა გარკვეული ადრეული პერიოდის იგივე ვთქვათ კიკეთიკოდა და ასე შემდეგ საუბრობთ, მიუხედავად იმისა, რომ ფორმები ჩვენთან ძალიან ახლოა, ხო მართალია რა? აი, მათში ტექნოლოგიური თვალსაზრისით ბევრად ნაკლები სიახლეებია შემოთავაზებული. ჩვენთან ფორმები შეიძლება მსგავსი იყოს, მაგრამ ტექნოლოგიურად ბევრად უფრო მეტი დანამატი ჩანს სახეზე. რა ეტაპზე ჩნდება ქრონოლოგიაში როგორ არის ეს? კიდევ და კიდევ ვიმეორებ. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პირველი არა, ხო, ალბათ ამ ტიპის კვლევის საწყისი ეტაპი და თავიდანვე ვამბობ, ცოტა ნაადრევი იყო გამოსატანად, მაგრამ ის რაზედაც თქვენ საუბრობთ, როგორია მიმართება, როგორია ტექნოლოგიური ცვლილება, აბულმულგიდან მოყოლებული, ხო ვთქვათ, იცვლება თუ არ იცვლება, მაგრამ რა არის, იცით გიორგი? აბულმულგი და ძეძვები დგას ყველაზე უფრო მეტად ახლოს ერთმანეთთან. მერე შეიძლება ხო, ერთი ნედლეულის გარდა არის იქ რაღაც ის ნედლეულები, რომელიც თქვათ მაგნიუმი და მანგანუმი, როდესაც საუბრობთ, რომლებიც ხელოვნური დანამატის გარეშე იმ პროცენტულ რაოდენობას არ გვაძლევს ბუნებრივად თიხაში, რაც ნედლეულშია. გამიგეთ, არ ვიცი, ბევრი გარკვეული ვექტორები ჩნდება, რომელიც ძალიან ბევრ შრომას მოითხოვს. ფერის ისა თქვენ არ ვიცი ახლა ზუსტად არ მახსოვს იქ იმიდან გაჩიანიდან შიგნით არის აი შიდაპირზეა ჩაყრილი ისაც წითელი ზოლი შემოსდებს ჭრილებს და ისეც აი ზოლად ჩაძდებს ეს საღებავია ნამდვილად რა ხო და გარეპირი კიდევ შავპრიალა ესენი აი იყო ხოლმე ასეთი ის არის მოსაზრება ჩვენი წინა თაობის კვლევარები ვინც მტკვარ-არაქსის კულტურას სწავლობდა თითქოს გვიან საფეხურზე ჩნდება შავპრიალა შავი არ გამომწვარი ტიპის ჭურჭელი მტკვარ-არაქსი მაგრამ ბოლო ბაქრემა ბოლო რა ყოველ შემთხვევაში აი ყველაზე ადრეული ის არის ნიმუშები იმაში ბერიკლდეების მტკვარ-არაქსი იქ ისეთი სიკრიალია, ისეთი მაშინ სილურჯეში გადადის ის მტკვარ-არაქსის რიგი ჭურჭელი, არამტრიანად ყველა. ამდენად ალბათ აი ფერის მომენტიც რაც მოგიმხვა, მეც კიდევ ვამატებდი, ეგაც კარგი იქნება აი იმაში, ცხრილებში რომ იყოს. ქრონოლოგიური პრინციპი და აი ეს ფერის ხაზგასმა.
ხადნო ქალბატონი ინას რო ქონდა წითელი ღია წითელი ფერის კერამიკაზე ლაპარაკი იმაზე ხო ხო ერთ-ერთი კერამიკის შემთხვევაში ჩვენ გქონდა საუბარი რა უნდა იყოს სწორედ აი ამ წითელ ტონალობასთან დაკავშირებით აქ ვარაუდის დონეზე დაისვა ეს ხაზიც რომ შეღებილი ხომ არ არის გამიგეთ აი ამ კვლევის ამ ეტაპზე ჩვენ არ გვიკვირს შეღებილი კერამიკა მდგარ არაკში ნამდვილად არ გვიკვირს მაგრამ აი კვლევის ამ ეტაპზე ეს შეღებვის კვალია თუ ტექნოლოგიური კვალია ვთქვათ რამაც მინერალოგიური ცვლა მოგვცა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ არის კარგი მე მაინტერესებს აი უხმარების პერიოდში რო და რაღაცები არის თავსი კერამიკაში ეს აისახება იმ ანალიზზე. აი მაგალითად არის რაღაცა საკვები ან რაღაცა, ნუ თქვენ ახსენეთ პავაძე ისა და იმიტომ გეკითხები. ხო, მესმის. მე რაც ვახსენე ქალბატონ ელისოსთან დაკავშირებით, ყვავაძესთან დაკავშირებით და ის კვლევის ის ეტაპი მესმის, რასაც ბრძანებთ. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ კეცის შემადგენლობა. რაც შეეხება ჩვენს ვთქვათ შიგ-თავს საუბარი, ხო? ნუ, როდესაც ჭურჭელზე ვსაუბრობთ, გვაქვს ძირითადად სამარხეული ინვენტარი, მხოლოდ და მხოლოდ თელი სახის და აქ კიდევ ერთი ვარაუდია ეს შეიძლება სულაც გაკეთებული ყოფილიყო შეგდებულად სამარხი რიტუალისათვის და არა მოხმარებისათვის ნახოთ ვერ გეტყვით რაც შეეხება სადგომი ნამოსახლარის ტერიტორიაზე აქ ძირითადად ფრაგმენტები გვაქვს ერთადერთი სადაც შიგთავზე კონკრეტულად ესეთი დანამდვილებით ვსაუბრობთ ეს არის ძეძვები 2-8 მეოთხე სახლი სადაც გვაქვს სამყურა ჭურჭლის ჭურჭელი უпроსორად ფრაგმენტი რომელშიც პიგმენტი გვაქვს აი რამე ვთქვათ დასაბუთებულად თან იმის რკინის პიგმენტი რამე ვთქვათ დასაბუთებულად რომ მცენარეული ან კვებითი ან და ასე შემდეგ ჭურჭელში არ არის საუბარი ამაზე გვაქვს კიდევ ერთი ტაფისებური ჭურჭელი იგივე 2-8 უბნიდან კერაში ჩადგმული სადაც ასევე პიგმენტია და იმ შემთხვევაში ოქროს პიგმენტია დადასტურებული. არის თქვათ კერა და ეს კერა ის მეოთხე სახლის კერა მრავალფენიანია და იქ შიგადაშიგ მარცვლეული ჩანს, მაგრამ თვითონ ჭურჭელში მე არ მახსენდება. თვითონ ჭურჭელში არ მახსენდება და არც მაქვს იმისი საშუალება და ფუფუნება რომ თქვათ ამ ჭურჭელზე ანალიზები გაკეთდეს. არა, ასეთი ინტენსიური, ხო. ერთადერთი ისმე ობზერვი პატარა შენიშნული დიდი იყოს თქვენ რო თქვით რამდენად შიგთავსი შეიძლება აისახოს ქიმიურ ანალიზშიო თვითონ მეთოდოლოგია კერამიკის ანალიზის ისეთია რომ თვითონ სინჯები ჯერ ირეცხება მე გარეთა თხელი ფენა ცილდება ზოგი მერე საერთოდ ამ ნიმუშებს ახურებს კიდევაც რაღაც 100 გრადუსზე თუ მეტზე ან ასე რომ ხო შიგთავსი ну მაგას უკვე რეზიდუ ანალიზი რა პროდუქტს მარობდნენ რა იყო ეს საკითხებია ეს საერთოდ ჩილი ნატეხების მიღებით ამის გაკეთება ან რაღაცა რაღაც მოხსენება მოამზადე რომ უფრო საქმის კურსში ჩადგეს ხალხი იმიტომ რომ ახლა სულ ყველა ბევრი ვერ ერკვევა ამ იმაში რა ქვია რა როგორ არის და ეს სწორი შენიშნა გამჭელების საკითხები და ესენი ძალიან ის არის რა ქვია როგორ ვიყავ იმიტომ რომ ჩვენ ძირითადად ფორმების მიხედვით ვაკეთებთ და იმის მიხედვით ვაკეთებთ სხვა ეტაპია ეს უკვე და კარგია თქვენ ამაზე მუშაობთ
და ტექნოლოგიებმა და აი როგორ კეთდება ეს აი ამაზე შეიძლება რაღაც მოამზადოთ მოხსენება. კი ბატონო. წეგანაც გითხარით და ეხლაც გეტყვი ნინო რომ ძალიან კარგი მიმართულებაა, ძალიან აქტუალურია. ძალიან საინტერესო და მრავალმხრივ ინფორმაციის მომწოდებელია, ახალი ინფორმაციისა, რაც ძალიან მისასალმებელია. და როგორც ბატონმა გელამ ბრძანა, ეს მიმართულება მართალია თავიდან არ ვიწყებთ, მაგრამ უნდა გავაცოცხლოთ და აი ანდრეასთან ერთად ეს საქმე უნდა აუცილებლად დაიძრას. ბევრი კითხვები ჩნდება, რა თქმა უნდა, როდესაც ახალი მიმართულება მოდის, ჩვენ გვინდა რომ ყველამ ჩვენი რაღაცა საინტერესო ინფორმაცია მოვიპოვოთ აი ამ ახალი მეთოდებიდან და ეს კითხვებიც ჩვენი აქედან მომდინარეობს. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი კიდევ ჩემი აზრით აქ უნდა იყოს ის მოხერხდება თუ არა, არ ვიცით ეს რამდენად მოხერხდება, რომელი კერამიკა ღია ცეცხლზეა გამომწვარი და რომელი დახურულ ღუმელში, რომელშიც ადგენითი პროცესის რეგულირება არის შესაძლებელი. იმიტომ რომ ეს საკმაოდ რთული საკითხი არის ჩვენთვის. როდესაც ჩვენ ნახანძრას შენობაში ვხვდებით კერამიკის ერთი და იგივე ჭურჭლის ორ ნატეხს, ან და ერთი და იგივე ჭურჭელს, რომელიც მთელია და ცალი გვერდი არის შავპრიალა და მეორე არის წითელპრიალა, მაშინ უკვე რაღაცა ვიბნევით, რა ხდება? რომელი იყო? პირველადი რომელი არის ახლა იქ? უნდა ვიფიქროთ, რომ შავია, იმიტომ რომ ცეცხლში მოხვედრის შედეგად, გადახურების შედეგად შეიძლება შავი გაწითლდეს და გაწითლებული ვერ გაშავდება, შეიძლება შეიმუროს, მაგრამ ესე ერთგვაროვანი პრიალა შავი ზედაპირის მიღება წარმოუდგენელია. ჩემი აზრით, მე არა ვარ ამაში ჩახედული. ისე რომ აი ასეთი საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია. მე თქვენ რაღაცა ვერ გავიხსენე კარგად, რკინას ყველა თიხა შეიცავს, როგორც ჩანს, არა? ამიტომ ნაკლები ყურადღება გაამახვილეთ ამაზე. კუპრუმზე და სპილენძზე და იმაზე კი ბრძანეთ, მაგრამ რკინა არის ალბათ რაღაცა შეიძლება როგორც ბრინჯაოში ფუძეა რაღაცა. ალუმინია ამ შემთხვევაში თიხისათვის. თიხისთვის ფუძე ალუმინია რა. ხო, აი ეს წითელი ფერი ალუმინიდან როგორ მოდის მაშინ? ხო, აი სწორედ ამას. ხო, არა, უკაცრავად ეხლა მე ამას დავამთავრებ და ამაზე მერე ვილაპარაკოთ. იმიტომ რომ ბევრი რაღაცეები გაჩნდა, დღეს ჩვენ ამას რა თქმა უნდა ვერც გავცემთ პასუხს, უბრალოდ ჩვენ ამას ჩვენ პოზიციებს ვაფიქსირებთ, რა არის საინტერესო. რა თქმა უნდა, ეს გასაგრძელებელია, თქვენ თვითონ ბრძანეთ ეს, ჯერ კიდევ ბევრი რაღაცეები გაქვთ გასაკეთებელი და მე გისურვებთ, რომ შემდგომი სამუშაოებიც ასევე კარგად წარმოგედგინოთ ეტაპები თქვენი ნაშრომისა და რასაორია ბეჭდური სახით მოგვაწოდოთ ხოლმე ეს ეტაპობრივად, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს უფრო დაკვირვების ესე მოსმენით კი, მაგრამ ყველაფერს ასე თუ არ გავადევნეთ თვალი ხო იცით კირკიტი გვიყვარს ხოლმე ჩვენ რაღაცეებში. კარგი იქნება რომ ასე ბეჭდური სახით მოგვაწოდოთ თქვენი ეს ნაშრომი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას. მშვენიერი და საყვარიანებელი მიმართულების მოცემისათვის, რაც თქვენ ბრძანეთ ყველა მისაღები კი არა საჭიროა, იმიტომ რომ ერთიანი სქემა, როგორც ასეთი კერამიკის კულტურები და ასე შემდეგ არის, რა თქმა უნდა, ამ ანალიზების გააზრება ქრონოლოგიის გარეშე სრულიად წარმოუდგენელია. ძალიან კარგი იქნება თუ მომცემს კვლევა იმის საშუალებას, რომ ტონალურობა და ასე შემდეგ ან ტექნოლოგია ქრონოლოგიასაც მოერგოს. რაც შეეხება თქვენს შენიშვნას, თქვენს ნათქვამს, სულ მახსენდება გუდაბერტყას ერთ-ერთი ეგზემპლარი, რომელიც გამოფენილია გორის მუზეუმში. ძალიან ლამაზი, სადაც შავში ერთი და იგივე ჭურჭელი სრულიად განსხვავებული, მკვეთრი წითელი და შავი ერთმანეთის დიახ. და მე რაც მომცა ამ შემთხვევაში ამ ექსპერიმენტებმა და ამ კვლევებმა, ჩემთვის პირველ რიგში შავი ფერი არის
პირველი და აი ეს რანაირად მიიღება ეს პროცესიც თითქოს დამანახეს და შემდეგში უკვე ვთქვათ წითელი თუ ჟანგბადი თავიდან ბოლომდე ატრიალებს ღუმელში დახურულია თუ ღია ტონალობის აი ეს მიღება ცოტა ძნელია მართლა დიახ ცოტა ძნელია წერილობით ვეცდები როდესაც აუცილებლად როდესაც ეს დამთავრდება და შეიკრება მოხსენება მოვისმინეთ ჩემს აზრით ძალიან მე ვიტყოდი რომ კი იყო წინათ რაღაც ცდილობები ამის გაკეთების მე კიდე მახსოვს ჯერ კიდე კერამიკაზე კოლხურ კერამიკაზე აკეთებდა აქ მუშაო გარდაიცვალა მე ეს გვარი არ მოხსენდება ეს ქალი იყო ერთი რომელიც აი პეტროლ ბორჩაძე ხო მორჩაძე ხო ციგნიც არის გამოცემული მისი ხო ძალიან საინტერესო ისინი ქონდა მაგრამ ნუ მაშინ არ იყო ეს საშუალებები არ იყო აი თქვენ რო გაგდეს ისინი რა ქვია რაღაც ისადა უფრო ეხლა შეიძლება ამის გაკეთება და კიდე ისიც მეც ისიც თუ გაკეთდება ეხლა მე ვიდან ეს აი განსაკუთრებით მე პირადად მაინტერესებს თვითსითავსის ამბები და როგორ არის ეს რა კოლერაციაში არის ამასთან რა სიყენებდა რა როგორ ესეც კარგი იქნება ნუ ეს თალკე კვლევის საგანია დიდი მადლობა ტაში მადლობთ